გამარჯობა მეგობრებო, გთავაზობთ მორიგ ვიდეოს ლაშქრობის შესახებ. Ამ ვიდეოში ჩვენ ვეცდებით, რომ ერთ მარადიულ კითხვას გავცეთ პასუხი, რომელი ბიუჯეტური კარავი ჯობია. წამოღებული მაქვს 3 კარავი, 3-ვე არის ჩემი პირადად და შესაბამისად 3-ვე მათგანს ძალიან კარგად ვიცნობ. ერთი ეს არის Kempsor-ის 2 ადგილიანი კარავი. Kempsor ეს არის ჩინური ფირმა, ასე ვთქვათ, სარდაფში აწყობილი ფირმა, ძალიან ბიუჯეტური. მეორე ეს არის ფრანგული ფირმის ასევე 2 ადგილიანი კარავი, Quechua's კარავი, შედარებით უფრო ძვირიანი, ოდნავ უფრო ძვირიანი და მესამე ეს არის Nature Hike, ესეც არის ჩინური კარავი, ოღონდ განსხვავებით Kempsor-ისგან ეს არის ბრენდირებული. ასევე მაქვს მეოთხე კარავი, ისევ Kempsor-ის, ოღონდ ის არის 3 ადგილიანი და რადგან კარვები მინდა რომ ერთმანეთს შევადარო, შესაბამისად ერთნაირი კარვები ავიღე, ანუ 3-ვე აქ რაც მაქვს წარმოდგენილი არის 2 ადგილიანი. სანამ უშუალოდ კარვების განხილვაზე გადავალ, მანამდე მინდა ვთქვა თუ სად ვიმყოფები. ეს არის კრწანისის ტყეპარკი. კრწანისის ტყეპარკი მდებარეობს მდინარე მტკვრის ჭალებში, თბილის როგორც კი გამოცდებით, სანამ რუსთავამდე ჩახვალთ, მანამდე. სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ეს გახმაურებული არაბული 6 მილიარდიანი ინვესტიცია იდება იმისთვის, რომ ეს ტყეპარკი, სადაც ახლა ვიმყოფები და დრონის კადრებსაც გაჩვენებთ, რომ გაიჩეხოს და მის ადგილას გაშენდეს ქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავკომბალის პრინციპით იზრდება და ნახევარი მოსახლეობა თბილისსა და რუსთავში არის თავმოყრილი, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს რეგიონების განვითარებაზე და იქ მოსახლეობის შენარჩუნებაზე, დამატებით ქალაქი შენდება ამ ორ ისედაც უზარმაზარ ქალაქს შორის და თან პლუს გაცხადებულად ის არის ნათქვამი, რომ ამ დასახლების, რომელიც ამ ტერიტორიაზე აშენდება, მოსახლეობის 60% იქნება უცხოელი. მოდით ახლა დაუბრუნდეთ უშუალოდ ჩვენს საკითხს, რაც არის კარვების განხილვა. პირველ რიგში გარედან გავჩვენებთ და სანამ უშუალოდ მასალებზე გადავალ, გეტყვით რა განსხვავებაა მათ შორის. Kempsor-ის კარავი იწონის 2 კილოს და 500 გრამს, რაც ორკაციანი კარვისთვის არც ბევრია და არც ცოტა. საშუალო წონა, იმიტომ რომ ანალოგიური წონის არის Quechua's კარავიც. ოღონდ Quechua's კარავი და Kempsor-ის 2 ადგილიანი კარავი რომ შევადაროთ, აი ზომებში ახლა ხედავთ ალბათ განსხვავებას, რამხელათი უფრო გრძელია Quechua's კარავი, რაც მე საშინლად არ მომწონს და გეტყვით ახლა რატომ არ მომწონს. აქ მაქვს ჩემი ზურგჩანთა, რომელიც არის 55 ლიტრი ტევადობის და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ყველაფერი მოვათავსო ჩანთაში. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ თუკი ჩანთის გარედან მიამაგრებთ რაიმე წონას, მით უმეტეს იმხელა დიდ წონას, როგორიც არის 2 კილო ნახევარი, ანუ კარვის, ეს უკან გადაგზალავთ და ზოგადად არ არის რეკომენდირებული. ამიტომ რეალურად ეს ჩანთა მე მყოფნის 2 დღიანზეც, 3 დღიანზეც, 4 დღიანზეც და 3 დღიანზე, როდესაც მივდივარ, ჩვეულებრივ წონა რაც მიმაქვს, ამ კარავს ვათავსებ შიგნით, ანუ Kempsor-ის კარავს შიგნით ვათავსებ და მთლიანად ჩაეტია ჩანთაში, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი შიგნით მინდა მოვათავსო Quechua's კარავი. აი ზევით რამხელა ადგილი მრჩება. ეხლა ქვევით მიდევს მხოლოდ საძილე ტომარა. და შესაბამისად ამ კარავს შიგნით ვერ ვათავსებ, რაც ძალიან ცუდია ლაშქრობისთვის. ხოლო რაც შეეხება Nature Hike-ის კარავს, ეს ძალიან პატარა არის და ჩვეულებრივ თავსდება. რაც შეეხება ამის წონას, თუკი დანარჩენი 2 კარავი არის 2 კილო ნახევარი, Nature Hike-ის წონა არის მხოლოდ 1 კილო და 800 გრამი. და მოყვება მას ასევე აი ესეთი დამატებითი მატი, რომელიც ძირს ეფინება და შემდგომ ამაზე შეგვიძლია დავაშენოთ, ასე ვთქვათ, ეს კარავი. რაც არ აქვს არც Kempsor-ს და არ აქვს არც Quechua's. ფასებს რაც შეეხება, ალბათ ფასები გაინტერესებთ. Kempsor-ი ვიყიდე დაახლოებით 2014-2015 წლებში და მაშინ ღირდა ეს 2 ადგილიანი 120 ლარი. დღესდღეობით მე მგონი სადღაც 170-180 ლარი ღირს. შემდგომ ვიყიდე Quechua's 2 ადგილიანი კარავი, რომელიც ღირს დაახლოებით 200-210 ლარი საქართველოს ბაზარზე და შემდგომ ვიყიდე უკვე აი ეს Nature Hike-ის ჩინური კარავი, რომელიც ღირს გააჩნია კომპლექტაციას უпростоრედ და ეს კომპლექტაცია თავის მატთან ერთად დამიჯდა 280 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ განბაჟება არ მოუწია, შესაბამისად შეგვიძლია რომ ეს კარავიც ჩავთვალოთ ბიუჯეტურ კარავად. სანამ კარავს გავშლი, მოდი მასალაზე ვისაუბროთ, ეხლა დავშალე მე. ეს არის პირველი რაც გაჩვენეთ Kempsor-ი.
ტენტი არ აქვს ძალიან კარგი ხარისხის, ანუ დანარჩენი ორი კარვის ტენტის ხარისხი ჯობია ამას, თუმცა თუ კარგად გაშლით, არანაირი პრობლემა არ შემქმნია თითქმის არასდროს. ნუ ეს კარავი უკვე ძალიან ძველია, როგორც გითხარით 2014-2015 წლებში ვიყიდე, პლუს მაგას რამდენჯერმე გაიყინა და ტენტი უკვე დარბილებული აქვს და ამ შემთხვევაში უკვე წყალს ატარებს, თუმცა თავიდან საკმაოდ კარგი იყო. სოლები აქვს ალუმინის, საკმაოდ კარგი ხარისხის, არაფერს არ ვუწუნებ და ჯოხებიც აქვს ალუმინის. ასევე საკმაოდ კარგი ხარისხის და ამასაც არაფერს არ ვუწუნებ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 10 წელზე მეტია მაქვს, არსად დაზიანებულა, არ გაფრჩებულა. გადავიდეთ უკვე მეორე კარავზე, ქეჩუას კარავზე. ამ შემთხვევაში ტენტის მასალა გაცილებით უკეთესია ქემპსორის კარვის ტენტის მასალაზე. სოლები ამასაც აქვს ალუმინის, უბრალოდ აი თუ დააკვირდებით, თავები არ არის წაწვეტებული. იმის წაწვეტებული თავებია, მაგრამ ეს ძალიან დიდ გადამწყვეტ სხვაობას არ იძლევა. რაც შეეხება ჯოხებს, ამ შემთხვევაში აღარ გვაქვს ალუმინის ჯოხები, ეს არის პლასმასი, მე მგონი ფიბერგლას ეძახიან. რომელიც მართალია არ დაზიანებულა არასდროს, თუმცა ხშირადაც არ გამომიყენებია ეს კარავი იმდენად ხშირად, რამდენადაც ქემპსორი და ზოგადად რომ იცოდეთ, ალუმინის ჯოხები, რა თქმა უნდა, გამძლეობაში მსგავს ჯოხებს ჯობია. და გამძლეობა იქით იყოს და ეს არის იმაზე მძიმე. ანუ, თუ კი ამის ჯოხები იქნებოდა ალუმინის, თლიანი კარავი იქნებოდა უფრო მსუბუქი ვიდრე ქემპსორის. ამ შემთხვევაში წონა გვაქვს ერთი და იგივე. ამ ორი კარვის. გადავიდეთ უკვე მესამე კარავზე, ეს არის Nature Hike-ის კარავი, რომლის ტენტის მასალა არის გაცილებით უკეთესი ქემპსორის ტენტის მასალაზე, ძალიან ხარისხიანია. რაც შეეხება სოლებს, აი ხა სოლი მიჭირავს ხელში, სოლიც საკმაოდ ხარისხიანია, თუმცა მისი თავი არის აი ესეთი, არ ვიცი ვიდეოში ხედავთ თუ არა, თხელი ალუმინის ნაწილებია, რომელსაც აი ესე პირდაპირ ხელს თუ აწვევით, ხელს საკმაოდ გატკენთ. შესაბამისად, რაიმე ქვა უნდა აიღოთ და ქვით დააწვეთ, ან ხე უნდა გქონდეთ, იმით დააწვეთ, თორემ ესე პირდაპირ ხელის დაწოლით საკმაოდ მტკივნეული არის, რაც არ მომწონს. პრინციპში ერთადერთი ეს არის, რაც არ მომწონს, ანუ ამის თავი რო ოდნავ ბრტყელი რაღაც ქონოდა, არანაირ წუნს ამ კარავს, ვერნაირ წუნს ამ კარავს ვერ ვუპოვიდი. და ჯოხები, მისი ჯოხებიც არის ალუმინის, რა თქმა უნდა, და არის საკმაოდ გამძლე და მაღალი ხარისხის ალუმინი. ეხლა გადავალ უშუალოდ კარვის აწყობაზე. მაშასე მეგობრებო, ავაწყე სამივე კარავი, ნუ ეხლა რა თქმა უნდა აქ ღამე დარჩენას არ ვაპირებ, შესაბამისად იდეალურად არ გამიშლია, არც ყველა სოლი ჩავარჭე და ასე შემდგომ. მაგრამ ნუ იმისთვის რომ ფორმები ნახოთ, კარვის საკმარისია. ესე იგი, მოდი თავიდან ქემპსორით დავიწყოთ, რადგან პირველი კარავი რაც შევიძინე არის ეს. ეს არის ორკაციანი ქემპსორის კარავი და მისი დიზაინი ყველაზე პრაქტიკულია ამ არსებულ სამ კარავს შორის. და ეხლა რას გულისხმობ? აი აქეთ თუ დააკვირდებით, ორი ელვა შესაკრავია და საკმაოდ დიდი სათავსო არის ამათ შიგნით. შესაბამისად, აქ შეგიძლიათ თქვენ ორი ჩანთა თავისუფლად დატიოთ ღამე, დაეტევა. აქედან არის კარავი, ერთი ელვა შესაკრავია და აქედან შეხვიდეთ. ნუ ფეხსაცმელს აქ დაალაგებთ ამ სივრცეში, შიგნით მოთავსდებით ორი ადამიანი და იქ, აი აქ დაალაგებთ უკვე ჩანთებს, რაც ძალიან პრაქტიკულია. ასევე ძალიან პრაქტიკული რამ აქვს აი ეს. გარე ტენტზე აი ეს ნაჭერი, რომელიც ფაქტიურად ძირამდე დადის და შეგიძლიათ აქ ქვები შემოალაგოთ ამ ადგილებში. და როდესაც არის ძლიერი წვიმა და პლუს ქარი, გვერდიდან ასე ვთქვათ შესხმისგან დაგიცავთ, ანუ ძირის ტენტს დაიცავს გვერდითა შესხმისგან. თუმცა თუ ძირის ტენტი ძალიან კარგი ხარისხის არის, ეგ გვერდითი შესხმაც კარგი ხარისხის კარვებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ნუ ამ შემთხვევაში
არც ქეჩუას არ აქვს მსგავსი და არც nature hikes არ აქვს მსგავსი. კიდევ რაც უნდა ვთქვათ, Kempsorits და ქეჩუაც არის ერთნაირი კონსტრუქციის, ჯვარედინათ არის ეს ჯოხები მასზე გადადებული, ხოლო რაც შეეხება nature hikes, მისი ჯოხები აი ესე ამოდის, აქ არის ორი ცალი ესე. შემდგომ ერთი გადადის მხოლოდ შუა ზოლზე და წინა მხრიდანაც არის ორი ცალი ჯოხი. ანუ განსხვავებული დიზაინის არის. დიზაინში რომელი მოგწონთ, რომელი უფრო პრაქტიკულია, მაგას დრო გვიჩვენებს, იმიტომ რომ ეს nature hike ახალი ნაყიდი მაქვს, დაახლოებით 3-ჯერ მაქვს, მე მგონი სულ გამოყენებული არც კი და შესაბამისად ეხლა მთლად ქარს რომელი უკეთ უძლებს ვერ გეტყვით. მაგრამ არ ამგონია რომ რაიმე მინუსი ჰქონდეს ასეთ დიზაინს, რადგან ასეთი დიზაინით კეთდება იგივე MS-ის ძალიან მაღალი ხარისხის კარვები. გადმოვიდეთ ახლა უკვე ქეჩუას კარავზე. ქეჩუას კარვის შემთხვევაში არანაირი სათავსო არ გვაქვს. აი აქ წინა შესასვლელი არის მხოლოდ პატარა სივრცე, სადაც რეალურად ორი ბათინკი რომ დაალაგოს ორმა ადამიანმა, არანაირი ჩანთა გარეთ აღარ ეტევა და შესაბამისად ჩანთის დადება მოგიწევთ შიგნით. მოკლედ რომ ვთქვა, ქეჩუას კარავი მე არასდროს არ წავიღებ ქეჩუას კარავს ლაშქრობაში. ანუ გულისხმობ backpacking-ს, ანუ სადაც ზურგჩანთით დაგვაქვს ყველაფერი, იმიტომ რომ ერთი თავიდან რომ გითხარით რომ ჩანთაში არ ეტევა, ხოლო მეორე, ზურგჩანთებიც უნდა იდოს შიგნით კარავში, რაც ასევე არაკომფორტული არის. დიზაინის ხრივ ფრანგებს ძალიან დიდი მინუსი. რა თქმა უნდა, ქეჩუას აქვს სხვა მოდელებიც, ძვირიანები და ისინი უკვე გაცილებით უკეთესი ხარისხის არის. ეხლა რაც შეეხება nature hikes. Nature hikes-საც სათავსო დამატებითი არ აქვს. აქვს მხოლოდ შესასვლელი, თუმცა ეს შესასვლელი ოდნავ უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ფრანგული ქეჩუასი. აქ ოღონდ ერთი ჩანთა მოთავსდება. ალალად ვიტყვი, ორი ჩანთა აქაც არ მოთავსდება და ორი ადამიანი თუ მიდიხართ ამ კარვით, ერთი ჩანთის დადება მოგიწევთ შიგნით. თუმცა თუ კი ეს გარე სათავსოს არსებობა ძალიან დიდი პრობლემა არის ქეჩუასთვის, ამაზე ვერ ვიტყვი რომ ანალოგიური პრობლემა არის, რადგან ეს კარავი იმ კარავზე გაცილებით მსუბუქია და შესაბამისად თუ კი თქვენ იყენებთ მსუბუქ აღჭურვილობას, ეს ნიშნავს რომ რაღაც დათმობებზე უნდა წახვიდეთ. შესაბამისად წონის მოგების მხრივ რომ ეს გააკეთეს, ძალიან კარგია. ხოლო თუ კი Kempsori და ქეჩუას კარვების წონა არის ერთი და იგივე, მაშინ რა თქმა უნდა, Kempsoris დიზაინი გაცილებით უკეთესია ქეჩუას დიზაინზე და შესაბამისად, რა ვიცი, ეს მირჩევნია მე პირადად ლაშქრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წეგან გითხარით, ტენტის ხარისხი ამას ოდნავ უკეთესი აქვს. თუ კარგად გაშლით Kempsors, არანაირი პრობლემა არ გექნებათ. ყოველ შემთხვევაში მე არასდროს შემქმნია ამ 10 წლის განმავლობაში პრობლემა წყლის შესვლასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც გითხარით, ეს უკვე საკმაოდ ძველი კარავი არის, ბევრჯერ გაიყინა, მთლიანად გაიყინა გარედან და შესაბამისად ეს ტენტი უკვე დარბილებული და გაფუჭებულია. ერთადერთი, რასაც მე მეუბნებიან ხოლმე არის ის, რომ ელვა შესაკრავები ახალ Kempsorებს უფუჭდებაო. ოღონდ ზოგი ამბობს მაგას, ზოგი ამბობს, რომ არაფერი არ ფუჭდებაო. მე პირადად არ გამფუჭებია, ახალ Kempsorთან არ მქონია შეხება, შესაბამისად თავს ვერ დავდებ, მაგრამ ძველ კარავზე არ გამფუჭებია არც ერთხელ. წეგან გითხარით და ახლა უკვე პრაქტიკაშიც გაჩვენებთ. აი ეს არის ძირის მატი, ტენტი, რომელიც ეფინება ძირს და მასზე არის დანარჩენი კარავი აწყობილი. შეგიძლიათ ძირის გარეშე იყიდოთ და უფრო იაფი დაგიჯდებათ, თუმცა ძალიან კარგი დამატებაა რა. ძალიან კარგი დამატებაა, იმიტომ რომ ვაი და რაღაცა კარავი არ გაფუჭდება, გაფუჭდება მხოლოდ ეს ძირი, თუ სიტყვაზე რაღაც ვერ დაინახეთ და ქვევით შუშა იყო ან რამე მსგავსი, გაგიფუჭდებათ ეს, კარავი დაცულია შედარებით და პლუს მაგას რა თქმა უნდა დამატებითი დაცვა არის ძირიდან სინესტის
სინესტისგან. ეს იყო ჩემი დღევანდელი ვიდეო, იმედია მოგეწონათ. მე რა თქმა უნდა ვერ გირჩევთ თქვენ თუ კონკრეტულად რომელი კარავი იყიდოთ. მე ავწერე სამივე მათგანი, მათი მინუსები და პლუსები და შესაბამისად თქვენ გადაწყვიტეთ თქვენ მოთხოვნილებებს რომელი უფრო შეესაბამება. ასევე არ მithქვამს კიდევ ერთი კარვის შესახებ, ნუ ზოგადად ამ ფასის კატეგორიაში, ანუ 300-მდე ძალიან ბევრი კარავი არსებობს, მაგრამ მე განვიხილე ის სამი, რომელიც მე პირადად მაქვს და მე პირადად მქონია მათთან შეხება. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საინტერესო კარავი, რომელიც არის ზუსტად იგივე დიზაინის, რაც არის Kempsori, ანუ როგორც უკვე შეატყეთ, მე Kempsori-ის დიზაინი ყველაზე მეტად მომწონს პრაქტიკული თვალსაზრისით. არის ზუსტად იგივე დიზაინის, მაგრამ არის Nature Hike-ის და ის ღირს, მე მგონი 50-დანაც კი შეგიძლიათ გამოიწეროთ და ის ღირს სადღაც 200 ლარი. ანუ არის ამაზე უფრო იაფი. ოღონდ რა თქმა უნდა, წონაში ისიც არის მე მგონი 2 კილო ნახევარი, ან 2 და 200. ისიც ფაქტიურად ჩათვალეთ, რომ Kempsori-ა უკეთესი, ასე ვთქვათ, ხარისხის. უკეთესი ხარისხის ტენტი ექნება და ასე შემდეგ. როგორც უკვე გითხარით, ეს ადგილი, ანუ კრწანისის ტყეპარკი არის სწორედ ის ტერიტორია, სადაც დაიწყება ქალაქის მშენებლობა ორ ისედაც დიდ ქალაქს შორის, თბილისსა და რუსთავს შორის და აი ეს სილამაზე, სადაც ახლა მე ვიმყოფები, გადაიქცევა ქალაქად. არ ვიცი, მომდევნო ვიდეომდე დანარჩენი დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ.